მეგობრებო, ეს არის ერთჭიქიანი დესერტის რეცეპტი. დავიწყოთ მომზადება. დავჭირდება 1 ჭიქა მანის ფაფა, 1 ჭიქა შაქარი, 1 ჭიქა ფქვილი მეგობრებო და 1 სუფრის კოვზი გამაფხვიერებელი. ვანილი გემოვნებით კარგად მოურიო და მშრალი მასა მზად არის. შიგ თავსისთვის გამოვიყენებ მწვანე ვარს, 5 ცალი ვაშლი დავჭირდება. ვარს უნდა მოვაშოროთ კანი და გავხეხოთ სახეხზე. ეხლა დავიწყოთ დესერტის აწყობა, მეგობრებო. ავიღოთ გახეხილი კარაქი 150 გრამი, ზუსტად 1 ჭიქა არის ეგაც. პირველი ფენა გავუშვათ გახეხილი კარაქი, მერე მივიცეთ შრალი მასა, ეხლა გახეხილი ვაშლი, 1 ფენა. აი ესე უნდა ავაწყოთ დესერტი მთლიანად, ფენა-ფენა. ერთი თხოვნა მექნება ჩემ მაყურებელთან, ვისაც არ აქვს გამოწერილი, გამოეწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო, მომწერეთ კომენტარებში რა კერძი მოვამზადო, აუცილებლად გადავიღებ. მადლობა ყველას რომ მიყურებთ. სულ ბოლოს ზევიდან მოვაყაროთ დარჩენილი კარაქი, რაც დარჩა და ჩხირით ან კოვზით გავუკეთოთ ნახრეტები ზევიდან, რაც შეიძლება ბევრი. და სულ ბოლოს ზევიდან დავასხათ რძე თავისთავად 1 ჭიქა. გადავიტანოთ ღუმელში, გამოვაცხოთ 180 გრადუსზე, ზედა და ქვედა წვამ აქვს ჩართული ვენტილატორთან ერთად, დაახლოებით 45 წუთი. აი ესე გემრიელად გამოიყურება ჩვენი ვაშლის პიროგი, მეგობრებო, დესერტი ვაშლის. და შეგვიძლია გავსინჯოთ ჩვენი დესერტი. გეტყვით რომ საკმაოდ გემრიელია, იოლად მოსამზადებელია და პროდუქტები ისეთია რომ ხელმისაწვდომი არის. ამ დესერტის მოსამზადებლად არანაირი მიქსერი და არაფერი არ დაგჭირდებათ. გამოიწერეთ არხი.